აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ეკა ხოფერია ნანა გაბელიამ შეცვალა. ახლა დანიშნული მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარებ რუსლან აბაშიძემ წარუდგინა. შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარებ ეკა ხოფერიას განათლების სფეროში 3 წლის განმავლობაში გაწეული ეფექტიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მის დამსახურებებზე ისაუბრა. ნანა გაბელიას საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2021 წლიდან დღემდე იგი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადაუხადო ქალბატონ ეკას ყველა იმ მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებაში, რაც შეეხება ჩვენი კაბინეტის გადაწყვეტილებას და ახალი მინისტრის წარდგენას აი ამ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქალბატონი ნანა თავისი გამოცდილებით, თავისი პროექტების ინიციირებით, ან განხორციელებით, რაც იყო იმ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფორმატში ინიციირებული, გააგრძელებს წარმატებით ყველა იმ მნიშვნელოვან ინიციატივას და პროექტს და პროგრამას. არ დავიწყებ იმის მოყოლას, რა გაკეთდა და ასე შემდეგ, უბრალოდ ეს იყო ჩემი აზრით, ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პირველ რიგში რუსლან აბაშიძეს, რომელმაც ირწმუნა ჩემი და დამარწმუნა მთელ გუნდს და ჩემს ნამდვილად ერთ-ერთ საუკეთესო ოქროს გუნდს, რომელიც გვერდში მედგა და რომელთანაც ერთად ვაკეთებდით ჩვენი აზრით საინტერესო პროექტებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონი ნანა გაუძღვება ჩემს მერე, რომელიც მთლიანად მოცულია ამ თემებით, ძალიან კარგად იცის ეს თემები და რა ვიცი, მე ვამბობ, რომ არსად არ მივდივარ, აფხაზეთი სულ ჩემთან იქნება და მიგულეთ თქვენს გვერდით. მადლობა მინდა გადავუხატო მთავრობის თავმჯდომარეს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები კეთდება ამ სამინისტროში და ამ მიმართულებით ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას და შევძენთ სიახლეებსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი დევნილი ახალგაზრდების და მოზარდების სასიკეთით.